მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროევროპულ აქციაზე დაკავებული მათე დევიძე დღეს დამნაშავედ ცნოდა, იგი 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი. სინათლის საძიებლად უსასრულო წვდიათში. თქვა მათე დევიძემ, მაშინ როდესაც იგი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე დარბაზს ტოვებდა. მათე დევიძეს ბრალი პოლიციელზე თავდასხმა შეედება, თუმცა მისი პოზიციაა, რომ ჯოხი თავდაცვის მიზნით მოიქნია. $5,000 დააჯარიმეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და სამართალდარღვევის ოქმი გამოაქვეყნა. ოქმის მიხედვით ზურაბიშვილი 3 მარტს დედების მარშში მონაწილეობის გამო დააჯარიმეს, მას გზის გადაკეტვას ედავებიან.
თაობათა შორისი შეჯიბრება ნარჩი და ჭადრაკში. არასამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტის ოფისში 60+ ასაკის ახალგაზრდებსა და ბავშვებს შორის ერთობლივი სპორტული ტურნირი ჩატარდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ცირა მესხიშვილის თქმით, ტურნირში დედამ და შვილმა დემეტრე სადათირაშვილმა და თეონა ბაღდაშვილმა გაიმარჯვეს. დემეტრემ პირველი ადგილი ჭადრაკის ტურნირში აიღო, ხოლო თეონამ ნარჩი. მსგავსი შეჯიბრი ნაკლებად ტარდება ჩვენთან და კარგია რომ ჩვენ ერთ-ერთი წამომწყები ვიყავით ასეთი საქმიანობის, რომელიც სტარდება 60+ ცენტრის ბაზაზე და ასე რომ მე მგონი დღევანდელი ჩვენი სტუმრები და ჩვენი მონაწილეები ძალიან კმაყოფილები არიან და ყველას გუსურვებ წარმატებებს და ვფიქრობ რომ ეს ტრადიციად იქცევა ჩვენთან. ჯამში 22.400 ლარის გადახდას გეგმავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია 3 მომღერლისთვის, რომლებიც 21 ივნისს ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ღონისძიებაზე იმღერებენ. მუნიციპალიტეტის მერია მომღერლებისთვის ირაკლი ნოზაძისთვის, თიკა ჯამბურიასთვის და DJ ალექსანდრე ლორდ-კიფანიძისთვის ჰონორარების გადახდას ექსკლუზიური უფლების ფარგლებში გეგმავს. პროცესი განხილვის ეტაპზეა. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ქუჩის ბიჭების ერთ-ერთ წევრს ირაკლი ნოზაძეს, რომლის წევრიც ასევე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზურა ხაჩიძეცაა, ბორჯომის მერია 10.000 ლარს გადაუხდის. მომღერალ თიკა ჯამბურიას 6.000 ლარს, ხოლო DJ ალექსანდრე ლორდ-კიფანიძისთვის 6.400 ლარია გათვალისწინებული. გარდა ამისა, ბორჯომის მერიამ DJ ალექსანდრე ლორდ-კიფანიძეს 3.828 ლარი გადაუხადა. ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ატიროიდან ჩამოსული ახალგაზრდებისთვის დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.